საღამო მშვიდობისა მოგესალმებით კომედი არხის ერთგულ მაყურებელს და რა თქმა უნდა იწყება რასაც ელოდებოდით აქამდე საქართველოს ფანოღი. მე მინდა ესაც ყველა მონაწილეს წარმატება უსურვო და რაც მთავარია შევახსენო რომ პირველ რიგში გაითვალისწინო რჩევები რომელიც წინა გადაცემაში ჩვენმა არაჩვეულებრივმა ჟიურიმ უთხრა მათ და იმედი მაქვს დღეს ისეთი ტურია რომელსაც საკეიფო სიმღერების ტური ქვია და რაღაცნაირად სხვანაირად უნდა შეუდგეთ დღეს საქმიანობას და რაც მთავარია 10,000 ლარი გამარჯვებულ ფანოღს. მინდა წარმოგიდგინოთ ჟიური, რომელიც ისევ არაჩვეულებრივად გამოიყურება, მიუხედავად სქესისა, მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, მდედრით დავიწყებთ. ულამაზესი, უნიჭიერესი ნინო ჩხეიძე. არაჩვეულებრივი ბიჭები, ყველასთვის საყვარელი ვახო ბიკაშვილი და ნიკა არაბიძე. და რა თქმა უნდა, დღეს ჩვეულებისამებრ ყავს სტუმარი, ადამიანი, რომელიც მე პირადად ვერ ვიცანი დაახლოებით 30 წელი მოხსენი ასევე, მაგრამ დარჩა მისი ნიჭიერება, სიყვარული, არაჩვეულებრივი ადამიანი კაკული გურიელაშვილი. დიდი მადლობა ბატონო კაკული, ჩვენთან რომ ბრძანდებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მონაწილეები სხვანაირი ეშხით შეუდგებიან თავის წარმოჩენას დღეს, რა თქმა უნდა. მე რაც შემეხება მიჩნობთ, გახლავართ თელავიდან საშუალო წონის, ასე ვთქვათ, პაატა გულიაშვილი ჩემო ძვირფასებო. მადლობა ჯერჯერობით ისევ ასე მქვია და გვარიც ასეთი მაქვს. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, მინდა ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მე თქვენსკენ ვარ. ყოჩაღა თქვენი იმედი მაქვს. მაშ ასე ვიწყებთ. პირველი კონკურსანტი ვარდენ სილაგავა. სისხამდილით ალიონზე ჩამოვივლი უბანში შევხვდებიან ძმა ბიჭები ერთად შევალთ დუქანში გაჩაღდება არნახული დროს დანება ნამდვილი ჩვენი ძმობის საფეგრძელო არ გეგონოთ ადვილი დუქნები და დუქნები ხედავ მეგველია ხვაჩკარა და ქაშერი Bicevi quellia Duknevi da duknevi Eda khame quellia Khwanchkara da kasheri Zma bicevi quellia გაგენაცვლეთ ჩემო ძმებო გადავტენოთ ხანძები თელ ქვეყანას გავაგონოთ მადლიანი ჰანგები ჩვენი ძმობის სადგეგრძელო გავსილია პირამდე ვიქეიფოთ დრომატაროთ დავიმღეროთ დილამდე დუქნები და დუქნები ხედავ მეგველია ხვაჩკარა და ქაშერი ძმა ბიჭები მღერია დუქნები და დუქნები ხედავ მეგველია ხვაჩკარა და ქაშერი ძმა ბიჭები მღერია ძმობა ჩვენი მეგზურია ამ ცხოვრების არსია ბიბლია თუ თალმუდია ვისაც ეს ვისკაცია ამ სიყვარულს შემოძნებო თუ მიგავფრთხილდებით სანამ პირში სული გვიდგას მუდამ ერთად ვიქნებით დუქნები და დუქნები ხედავ მეგველია ხვაჩკარა და ქაშერი ძმა ბიჭები მღერია დუქნები და დუქნები ხედავ მეგველია ხვაჩკარა და ქაშერი ძმა კაცები მღერია
აბა მობილი ერთხელ. დუქნები და დუქნები, ხედავ მეგველია, ხვაშკარა და კაშერი, დიდუშ ძმაბიჭები მღერია. დუქნები და დუქნები, ხედავ მეგველია, ხვაშკარა და კაშერი, ძმაბიჭები მღერია. ვარდენ შილაგავა. ვარდენ რაც ეცხრი დაანთე, ჩემო ბატონო, მოდი აგერ ჩემთან. გადასარევი. თანხმობა გამზარდა ნელ-ნელა ეკით. გენაცვალე, ძალიან კარგი. მოდი გვერდი დამიმშვენე. შეხედე რა ანგელოზივით გოგონა დაიწყო შეფასება. ნუ არ ვიცი. ჟიური არის ბდღვნა დღეს რა. გადასარევი. ნინო გისმენთ? მოგესალმებით. მე იცი რა არის, ძალიან მომეწონა ვარდენის შემართება. ყველაფერი ის რაც უთხარი წინა ტურში გაითვალისწინა ძალიან, ანუ წინა კვირასთან შედარებით აშკარად იყო თვითონ უკვე აღარ ბაძავდა არავის და თვითონ ცდილობდა, ცოტა ნერვიულობდა და ცოტა აჟიტირებული, ცოტა მეტი იყო ემოცია, მაგრამ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ითვალისწინებდა შენ უკვე რაღაცა შენ ნიშას პოულობ და ყალიბდები და ძალიან მიხარია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ხო, დარწმუნებული ვარ, რომ შენ შესაძლებელი. ატიკულა, გადასარევი. ვახო, ჩემო სერიოზულ ადამიანო, გისმენ. ვარდენი დღეს იყო შევარდენი, შეიძლება ითქვას. გამოვარდა და მშვენივრად ჩაატარა თავისი ამბავი. ბატონ გაგულისაც ვესაუბრებოდი და ვისაუბრეთ აქ შეფასების დროს, რომ რაღაცა კარგი მხიარულებაო და ამაკეიფაო და ამახალისაო შეიძლება ითქვას და მეც იგივე განწყობა გამეუფლა დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებსაც, ამიტომ გიკრავენ აპლოდისმენტებს და არა მაქვს უფლება 10-იანი დაგიწერო, თუმცა პატარა ცეკვაშიც უნდა ვივარჯიშოთ თორე. არა უშავს, ატიკულა მშვენივრად მივდივართ, მშვენივრად და ბატონო კაკული, გისმენთ, აპლოდისმენტები ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ გვერდით რო ხართ და სულ განაბულები გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მეხარია თქვენთან ყოფნა. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ აღდგომის დღეს და მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ვარდენს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად დაიწყო და ძალიან კაი ტემპით დაიწყო ეს საღამო. მე უფლება არ მაქვს რომ უთხრა რომ აი ცეკვაში ვახტანგის არ იყოს, ცეკვაში ცოტა უნდა მოუმატო ტემპს და მე ისეთ კეიფის ხასიათზე დამაყენა, რომ მე მეგონი რაღაცა წავალთ კიდე და ვიკეიფებთ. გადასარევი. ამიტომ მე ატიკულა, გადასარევი, ატიკულა და ჩემონიკა. ნამდვილად არ მაქვს შინაგანი განწყობა იმის რომ დაგშაგრო პირიქით ერთად შეუტიოთ ერთად ნებისმიერს, მაგრამ დღესაც ბოლო ხარ რა. დღეს მე ნელ-ნელა ვიბრუნებ ჩვეულ პოზიციას შეფასების დროს. მე ვთვლი რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი პირველი გამობრძანდა, პირველი შემსრულებელი იყო და ძალიან ცივი იყო სცენა, ძალიან ფაქტიურად გაყინული, შემოსტრიალდა ასე რომ ვთქვათ. მართლაც ძალიან კარგად შეასრულა ეს ხასიათში, რაც თავარია და ჩემი აზრით ეს ადამიანი იმსახურებს იმას, რომ ამ შესრულებით რომ ის იყოს შემდეგ ტურში. 10-იანი ჩემგანაც სრული 40 კულა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი და მინდა ტელემაყურებელს უთხრა რომ მშვენივრად დაიწყო დღევანდელი ტური, გადასარევად მივდივარ და ისღა დამრჩენია შემდეგი კონკურსანტი მოვიწვიო სცენაზე და წარმოუდგინო ჟიურის და თქვენ ხათუნა ბიბლაია. ავიხილე შენი სახელვარე, გულში ვიგზენ სიყვარული მღელვარე, სულს მოგიწყდა მთელი ქვეყნის ლექსები, დაგიფინო ჩემი გულის ვერსები, სულს მოგიწყდა მთელი ქვეყნის ლექსები, დაგიფინო ჩემი გულის ვერსები, ხოლო ჩანაც გიყურებ, ხელფეყანა შენთვის ვერცი ვიმდურებ, ვერ გავაღე შენი გულის გაგსახალოს ვერ გეკარები, ვერ გავაღე შენი გულის კარები, ეკელები გაგსახალოს ვერ გეკარები.
ერთი დღენი მეც ამქონდა მზიანი მერე ბედმა მომაყენა ზიანი მაცილებენ ხალხი თვალცრემლიანი მეგობრები დავტოვე გარდიანი მაცილებენ ხალხი თვალცრემლიანი მეგობრები დავტოვე გარდიანი ხოლო ჩემს გიყურებ ელფეღანა შენთვის ვერცი ვიმდურებ ვერ გავაღე შენი გულის კარები ეკლები გაქვს ახალოს ვერ გეკარები ვერ გავაღე შენი გულის კარები ეკლები გაქვს ახალოს ვერ გეკარები ხოლო ჩემს გიყურებ ელფეღანა შენთვის ვერცი ვიმდურებ ვერ გავაღე შენი გულის კარები ეკლები გაქვს ახალოს ვერ გეკარები ვერ გავაღე შენი გულის კარები ეკლები გაქვს ახალოს ვერ გეკარები აი ასე წარსდგა ბიბლაიების გვარის წარმომადგენელი თქვენს წინაშე და ვნახოთ თქვენ რა შეფასებას მისცემთ ამ ყველაფერს. ნინო გისმენთ. ამ ტურში მე იგივე აზრზე ვარ, ხათუნა არ ხარ შენ პროექტისთვის მზად და არ მომეწონა ძალიან. 6-იან. 6 ქულა. აპლოდისმენტები გავამხნეოთ, ხათუნა გავამხნეოთ. ვახო, აბა გისმენთ, არ ენერგიულო. დამ სიტუაცია გისმენთ. იცი რა არის, მე ვფიქრობ ძალიან სამოყვარულო დონეზე იყო შესრულებული, უკვე ვერამდენე ტურია ადამიანები აქ მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ ვიღაცას ძალიან 10,000 უნდა, ვიღაცას სახელი უნდა, ვიღაცას პოპულარობა უნდა. რა თქმა უნდა, პროექტი ესეც თავისებური და ჩემთვის ძალიან საყვარელი და მე ვფიქრობ ხათუნა ძალიან საყვარლად მელოდიურად თავისთვის ღერის. მაგრამ მე ვფიქრობ გაუჭირდება იმ ადამიანებთან ჭიდილი, რომლებიც აქ მართლა მიდიან წინ. ამიტომ არ ვიცი როგორ იქნება შედეგები, მაგრამ მე დავწერ 8-იანს დღეს. 8 ქულა ვახოსგან. ბატონო კაკული გისმენთ. მე ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ მე მგონი სიმღერა თვითონ ტონალობა არ იყო სწორად შერჩეული რა, ამისთვის ქალბატონი ხათუნასთვის და იმიტომ რომ სხვათა შორის ჯერ ერთი ის მინდა რომ ვთქვა, რომ ხასიათზე კი ვართ. კაი ხასიათზე თქვენს რომ ცოტა პურმარილიც რო იყოს აქ გაწყობილი, მშვენივრად მოვილხენდით რა და არ არის პრობლემა. მე მაინც ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე თვითონ ფონოგრამა და ტონალობა არ უხდებოდა და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ცუდი შესრულებული იყო მეთქი, მაგრამ მე მაინც აი 8 ქულას დავწერდი. 8 ქულა, დიდი მადლობა და ნიკა გისმენთ. დიახ, ბევრს ვერაფერს დავამატებ. მე მინდა დავეთანხმო ჩემ კოლეგებს, ალბათ ცოტა მეტი ხასიათი გვჭირდებოდა, მეტი სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს სიმღერის შესრულების დროს. რაც აუცილებლად მოუხდებოდა ამ სიმღერას, მეც 8-იანს დაგიწერთ. 8 ქულა. მოკლედ ეს არის დღეს თქვენი შეფასება, დაელოდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვილოთ და მე ასეთი დარბაზი არ მომწონს, იმიტომ რომ მაყურებელი კომედიარხის მაყურებელი გვიყურებს, თავარია ჩვენ შემართებით ვიყოთ, იმიტომ რომ შემდეგი მონაწილე იმედი მაქვს, აი იმ ცეცხლს დაანთებს, რაც ჟიური მოითხოვა და ეს მონაწილე გახლავთ ვაკო მეგენეიშვილი. გაფრენილა ნოცნებები, ფიქრები და ლოდინები, შენ გიგულში შემოფრინდი პეპელა. დავიძვი და დავიდაგე, იფრინე და ინარნარე ნელ-ნელა. მოფრინდები, გაფრინდები, შენ გისევ ალოდები, გულში ისე შემოფრინდი პეპელა.
დავიდაგე გულში ისე შემოფრინდი დავიდაგე ნელ-ნელა პეპელა დაფრინავს და დაფარფატებს პეპელა სილამაზით გამახარებს პეპელა საფერებლა დაგედევნები პეპელა იგეგლუცე ინარნარე პეპელა ყვავილებში დაგემალე პეპელა მაინც ჩემთან გადმოფრინდები სიყვარულით გაგაოცე თუ არ გინდა არ გაგოცე და თუ გინდა დაგიგოცნი წამწამეს ნიავსად არ მოგაკარებ იფრინე და ინარნარე სიყვარულის სავსეთა სიტაცალე გაფრენილან ოცნებები ფიქრები და ლოდინები შენ გიგულში შემოფრინდი პეპელა თავისე შემახვარე მენატრებით ხედაღამე დავიდაგე ნელ-ნელა პეპელა დაფრინავს და დაფარფატებს პეპელა სილამაზით გამახარებს პეპელა საფერებლა დაგედევნები პეპელა იგეგლუცე ინარნარე პეპელა ყვავილებში დაგემალე პეპელა მაინც ჩემთან გადმოფრინდები პეპელა დაფრინავს და დანარდარებს პეპელა საფეროსენ გამახარებს პეპელა საფერებლა დაგევებები პეპელა იგეგლუცე ინარნარე პეპელა სულებში დაგემალე პეპელა მაინც ჩემთან გადმოფრინდები ენერგეტიკული სასმელი Wilderi საჭირო ენერგია საჭირო დროს ვაკო მეგენეიშვილი რა ვიცი რა დავაშავე მე ახლა ასეთი ღვინო გინდება დუდუკი იყო თავისთავად ეს პეპელა ქალებს მაგონებს და რა ვიცი ვარ ასე იქ ვიტანჯები კულისებში რა სიტყვი გაგისკდება გული გაგისკდება რა სიტყვი შესიებული მეჩვენები ბა და შეიძლება მიეცი ერთი ორი ჭიქა ამოსწობაში რა ვქნა რა გავაკეთო დინო გისმენთ ვაკო ეს ჟანრი შენთვის ცოტა უცხოა სხვა ჟანრს უფრო კარგად ვღერი მაგრამ შენ გაქვს მონაცემები მე მომწონს შენი ტემბრი და ამ ჟანრს ცოტა სპეციფიური სიმღერა უნდა სხვანაირი მიდგომა და სხვა ხასიათი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ თავს გაართმევ ტურებში ცხრიანი 9 ქულა არ არის ცუდი შედეგი მერწმუნე ვახო გისმენ გავითვალისწინებ იმ რჩევას მეც გავითვალისწინებ და არა მარტო გავიზიარებ რაც გითხრა ნინომ და გეტყვი ერთ რამეს ვაკო რომ ნამდვილად გძნობდი თავს მემრიელობაში გინდოდა ყოფნა მაგრამ არ იყოს შენი მიმართულება რომელსაც ასრულებ ხოლმე ნუ ამ სიმღერაში ძალიან ბევრი ენერგია ჭირდება მინიმუმ გიორგი წერეთლის რომელიც დაფრინავს და დაფარფატებს ასევე ამ სიმღერაში ძალიან გემრიელად ამიტომ მე ცხრიანს დაგიწერ დღეს 9 ქულა გადასარევია ბატონო კაკული გისმენთ ვაკო მე მინდა ერთი რამე გითხრა ჯერ პირველად ცოტა ისე დაიწყე მაგრამ მე უკვე რომ ნერვიულობდით მაგრამ მე უკვე უფრო კარგად გამოგივიდა და ცოტა ტემპი უფრო სხვანაირი უნდა აქ მაგრამ მე ერთ რამეს გავითვალისწინებ რომ აქ ტელევიზია აქ ჟიურია აქ ის არის და მე მაინც 10-იანს დაგიძარ 10 ქულა მშვენიერი შეფასება და გისმენთ დიახ მეც ორიოდე სიტყვას დავამატებ ჩვენ წინა ტურში კარგად გვახსოვს
ვაგო შესრულება მან ძალიან კარგად გაართვა თავი ყველაფერს და ალბათ ეს უფრო მისი სტილია. და მიუხედავად იმისა, რომ ნინომ წეგან თქვა, რომ ეს მაინც და მაინც არ არის სიტყვაზე მისი სტილი, მე ვთვლი, რომ ამასაც კარგად გაართვა თავი და იმ შენიშვნების მიუხედავად, რომელიც გამოითქვა მის მიმართ, მე ვიცი, რომ მომავალში ის აუცილებლად გაითვალისწინებს ამას, მეც 10-იანი მინდა დაგიწერო დღეს. 10 კულა გადასარევი გილოცავ, ჩემოძიფოსო, გთხოვ დაიკავო თქვენი ადგილი და მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამარჯვებულს გადაეცემა 10,000 ლარი და თქვენ ძალიან მაგარ აპლოდისმენტებს მოვითხოვ, იმიტომ რომ შემდეგი მონაწილე ნამდვილად იმსახურებს ამას, იმიტომ რომ ძალიან შეგაყარა თქვენც, ჩვენც თავი და გახლავთ ეს ადამიანი აჩიკო ოდიშვილი. ასე რამ გადაგრია, ასე რამ დაგაღონა სიყვარულის კოშკებმა ბედით სულ დამაღონა ვის არ შეყვარებია, ვის არ მონატრებია სიყვარულის კოშკები ვის არ უშენებია ვის არ შეყვარებია, ვის არ მონატრებია სიყვარულის კოშკები ვის არ უშენებია წლები გასულა სიყვარულის დამცხრალა და ეს გული მოწყვეტით ობოლივით გამქრალა თურმე იყო სიზმარი თურმე მომჩვენებია ამდენი ხნის სიყვარულს ობი მოკიდებია თურმე იყო სიზმარი თურმე მომჩვენებია ამდენი ხნის სიყვარულს ობი მოკიდებია წლები გასულა სილამაზე დასრულდა მონატრებულ სიყვარულს ერთი კოცნა გულავსურდა თურმე იყო სიზმარი თურმე მომჩვენებია მონატრებულ სიყვარულს ობი მოკიდებია თურმე იყო სიზმარი თურმე მომჩვენებია მონატრებულ სიყვარულს ობი მოკიდებია ასე რამ გადაგრია, ასე რამ დაგაღონა სიყვარულის კოშკებმა ბრძობით სულ დამაღონა ვის არ შეყვარებია, ვის არ მონატრებია სიყვარულის კოშკები ვის არ უშენებია ვის არ შეყვარებია, ვის არ მონატრებია სიყვარულის კოშკები ვის არ უშენებია აჩიკო ოდიშვილი მშვენიერი იყო არჩილ და ნახოთ რა სიტყვის ნინი. პირველ რიგში მაინტერესებს რა სიმღერა იყო, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მე ვიცი სიმღერა, მაგრამ ჩემთვის მეტრი არის ბატონი კაკული. რამე სიმღერა თუ არ ვიცი, კაკული ყველა სიმღერა იცის და არ ვიციო კაკული. ოღონდ მოგვეწონა, მაგრამ რა სიმღერა იყო? საქმე იყო ისინი იყო პოპულები და იქიდან ამოვარჩიე. რა სახარე. ბრავო, გადასარევი.
აპლოდისმენტები, იცი რა არის? იცვალა კაცი. გოლით იყო ნამღერი, მონდომებული იყო. იწვალა ამ კაცმა. მოიძია ახალი სიმღერა, რო ყოფილიყო განსხვავებული. წაიცეკვა, კარგ ხასიათზე დაგვაყენა. და ნუ მე მომეწონა. 10-იან. 10 ქულა, შედეგი მშვენიერია ნინოსგან, ნახოთ ვახორა სიტყვის. ძალიან რთულია კალბატონ ნინო ჩხეიძეს 10 ქულის მე დავწერო მე 6-იანი მინდოდა დამეწერა იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს სიმღერა მაგრამ რა თქმა უნდა ხუმრობ 10-იანი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მართლა 10 ქულა, დიდი მადლობა ვახო. რა თქმა უნდა ერთი რაღაც მინდა ვთქვა სხვა კონკურსანტების გასაგონათაც ან ცხრიან ან თურვინ თუნდაც რვიანი არ არის დაბალი ქულა ამ კონკურსში უბრალოდ ჩვენ ჟიურიმ შევაჩვიეთ ის ადამიანები გამოსვლები 10-იანებს წინა სეზონიდანაც და ეხლაც მაგრამ ის ერთი ქულაც ის ორი ქულის დაკლება ნიშნავს იმას რომ რაღაცა არ იყო სრულყოფილად რაღაცა არ იყო იმაში ჯარჩოში რომელიც გვეკადრება შეიძლება ესე ვთქვათ ამიტომ გული უნდა გვწყდება რაღაცებზე ამ 9-იანიც 10-იანიც 8-იანიც არის უმაღლესი ქულა ჩემი აზრით სხვა ქულებზე მე ვისაუბროთ. მადლობა ვახო, ბატონო კაკული გისმენთ. მე 10-იანს უწერ, იმიტომ რომ აიპელის კოშკი სიყვარულით ააშენა ამ კაცმა და ძალიან კარგი, დიდი მადლობა. გაიხარე. და ნიკოლოზ. მე რა უნდა გუშრა რა ქულას ფიქრობ რომ დაწერი. დავიც ყველაფერს გათვალისწინებით მე 10-იანი მინდა დავწერო. 10 ქულა გადასარევი. მადლობა. და რა თქმა უნდა გრძელდება და ადამიანი წინანდალელი ნათელა არ გეგონოთ, უბრალოდ წინანდლიდან ხათუნა მეგრელიშვილი მივესალმოთ. ამისეთ ძმებო თოვარის ხანაცი ღვინის ლადები დადის ჩამოდგი ფიალება ცის ვარსკვლავები შორის შორს დადი შემი დარდიც სწორე დეგარი შემი დარდია შემი ჰანდია აღარ უყვარვა მარტო დავდივა ხარაჩო ხელანო გადმოფრინეთ დაზე სანთლები თავღიაცის ქვეშ მგლავიარეს რას მემართლებით აფრიალეთ თეთრ ღამეში შავი ჩოხები სადრფო და კარგე დასადირლად თქვენთან შორის შორს დადი შემი დარდიც სწორე დეგარი
იმღეროთ ისევ რომ გაიგოს თელამა უბანახა ხარაჩო ხელანო მე ჩემს ადროს აღარ უყოლარ ჩემ ალამაზმაც დამაბნია გულზე ბეგანი შორი შოთადი შემიდარდით სწორედ ეგარი შემიდარდია ჩემი ჰანგია აღარ უყვალვარ მარტო დავდივარ ჩემი დარდია ჩემი ენერგეტიკული სასმელი Wildberry. Wildberry საჭირო ენერგია საჭირო დროს. ნახოთ რა სიტყვის ჟიური. ჯერ მინდა რომ გითხრათ რომ ძალიან კარგად გამოიყურებით, ძალიან. და ძალიან დიდი სიმპათიით ვართ თქვენს მიმართ და ყოველთვის ძალიან პატივს გცემთ, მაგრამ არ მომეწონა ეს სიმღერა ძალიან და მეწყინა. ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ჩემი ფავორიტი ხართ ამ შოუში ზოგადად და იმდენად გონია რომ ყველაფერს კარგად ვხედით, რომ ძალიან მეწყინა ეს სიმღერა. ის სიტყვებიც არ ვიცი რა გითხრათ. მე მგონია რომ ეს არ არის თქვენი სიმღერა, არ უნდა იმღერო, თუმცა ეს სიმღერა ძალიან მიყვარს მე, მაგრამ აბსოლუტურად რაღაცა მოურგებელი იყავით ფონოგრამას თუ რაღაც. არ მომეწონა. არ მომეწონა და იმ წინატურების ხათრით და ჩემი დიდი პატივისცემით თქვენსადმი და რომ მინდა რომ და ვიცი რომ ძალიან კარგი ხართ, 9-ს დაგიწერთ მაგით. 9 ქულა ნინოსგან შეფასება ასეთი იყო, ნახოთ ვახო რა შეფასება. ხანა უმაღლესი ქულა რაღაცა მის მერე დაწერო. მეც რა თქმა უნდა ძალიან პატივისცემ ამ ქალბატონს, ძალიან სხვანაირი მუხტი მოგაქვთ ნამდვილად რომ გამოდიხარ სცენაზე. და უხდებით საქართველოს ფანოღის სცენას. მინდა გულწრფელად გითხრათ ეს. მე რა კიდე რაც მინდა გითხრათ რომ მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ წინატურებს და სულ მაყურებელმაც და აქ დამსწრე საზოგადოებამაც და ადამიანებმა არ გავკითხოს, მოდი მე 9-ს დაგიწერ დღეს, რომ არ თქვენ მე მიკერძოებულები არიან და ჩაწყობილი აქ და გადახდილი. 9 ქულა გადასარევი. როგორც გრჩევია ზოგადად ქართველებს, ამიტომ მინდა რომ რა თქმა უნდა შემდეგ ტურებში გიხილოთ კიდევ ერთხელ და 9 კიდევ ბევრჯერ. დიდი მადლობა ვახო, ბატონო გაკული გისმენთ. მე სხვა ტურები არ მომისმენია სამწუხაროდ, მხოლოდ მე არა მაგრამ რაც შეეხება ეხლა ამ სიმღერას, მე უფრო ვაბრალებ თვითონ ფონოგრამას, იმიტომ რომ ძალიან სლაბი იყო ფონოგრამა, ცოტა ფონოგრამამაც უნდა მოგცეს იმის მუხტი, რომ უფრო მაგრად შეასრულო. მაგრამ მე ვინაიდან არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, მე 9-ს დაგიწერთ დიდი სიამოვნებით. 9 ქულა გადასარევი, უღრმესი მადლობა და ნიკოლოზ. კი ბატონო, აბსოლუტურად მინდა დავეთანხმო, მეც შევა ეს ადამიანი, ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი ფავორიტი. ამიტომ შესაბამისად ცოტა მეტი ისეთი, ანუ მეტს ვითხოვთ ხოლმე ისეთი ადამიანებისგან, რომლებმაც თავი კარგად დაგვამახსოვრეს და მაგრამ ჩემი აზრით, ნუ რა ვიცი, ეს არაფერია. მე ვიცი რომ ეს ქალბატონი დარჩება შემდეგ ტურებში იქნება და უფრო მოდი მე 10-ს დაგიწერთ მაინც დღეს. 10 ქულა გადასარევი, გილოცავთ, ჩემო კარგო, ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი, მე მგონი შეფასება მაინც ძალიან კარგი იყო, სახარბიელო და სტიმული იმისთვის, რომ შემდეგ უფრო მშვენივრად შეასრულოთ თქვენი სიმღერა და შემდეგი მონაწილე კონკურსანტი გახლავთ, რომელიც იბრძოლებს 10,000 ლარისთვის, გახლავთ შალვა კასაბური. და გითხრათ რომ რაღაცნაირად ისე ჩაიხლართ და რიცხვები ის ქულები რაც დაწერეს ჟიურიმ ძალიან საინტერესო იქნება უკვე ხვალ გავარკვიოთ თუ ვინ დატოვებს ან ვინ დარჩება პროექტში. დღეისთვის კი ბოლო მონაწილე მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ ზაზა ოხანაშვილი. დამიღალე ამ ცხოვრებით
აღარ მინდა აღარა ზამთარმა სულ გამითეთრა შემოდგომის ჟაღარა მომემრავლა საზრუნავი იქმა ხელი დამრია საწყლო კი არ შერდება ბრუნავს ზალია ხოლო შენი იმედი მას სხვისი კი არა მეგობარო ჩამოასხი ძმობის ვიალა სიჯაბუკეს გამახსენებ შენზე ფიქრები ერთ საცდავლებს ჩემთვის წავღეღინდები შემთხვევით კიდობელ სიმღერე მე სიმღერა მწადია ტრიშინაზე ისევ გასჭრის ჩემი ბასრი ხმალია შენს პანჯრებში რომანათებს ჩემი სული სალია საწყლო კი არ შევდება ბრუნავს ზალია ხოლო შენი იმედი მაქვს სხვისი კი არა მეგობარო ჩამოასხი ძმობის ვიალა სიჯაბუკეს გამახსენებ შენზე ფიქრები ერთ საცდავლებს ჩემთვის წავღეღინდები ხოლო შენი იმედი მას სხვისი კი არა მეგობარო ჩამოასხი ძმობის ვიალა სიჯაბუკეს გამახსენებ შენზე ფიქრები ერთ საცდავლებს ჩემთვის წავღეღინდები ერთ საცდავლებს ჩემთვის ზაზა, გადასარევი იყო, ჩემო კარგო, მშვენიერი იყო, მოდი ჩემთან ცოტა წინ მივიდეთ და მოусმინოთ ნინო რას გვეტყვის. ზაზა, სწორედ მინდა გაგვიგოთ, იცი რა, ეს არ არის კონკურსი, სადაც ვაფასებთ რაღაცა ნოტებს და დეტონაციებს და რაღაცაზე ვეკიდებით. აქ მთავარია განწყობა, მთავარია გული, ხასიათი და ისეთი რეპერტუარის შერჩევა, რაც გიხდებათ თქვენ, რომ თავი წარადგინოთ. ამ შოუში მეტი არაფერი არ მოგეთხოვებათ. ჩვენ ანუ რაღაცა გაფასებთ, უხერხულად გრძნობთ თავს, იმიტომ რომ ცოტა მხერხული. არავის არ შევაფასებთ და არასოდეს, იმიტომ რომ ჩვენ რჩევა გვინდა მოგცეთ. ეს სიმღერა იყო კატასტროფა. ძალიან მეწყინა ეს სიმღერა რომ იმღერეთ, იმიტომ რომ ვერ გავიგე აქ რა ხდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ბრძანდებით, დღეს ძალიან ცუდი ნომერი იყო. პირდაპირ გეუბნებით მაყურებლის გადმოსახედიდან, რომ მე არ მოგისმენდით ამ სიმღერას. ძალიან არ მომეწონა და მინდა რომ დაფიქრდეთ იმაზე, რომ იყოთ გახსნილები უფრო რაღაცა რა გინდათ თქვენ თვითონვე რომ იყოთ კონკრეტულები, ჩამოყალიბებულები და კარგ განწყობაზე იყოთ და ჩვენამდე მოიტანოთ ის, რასაც აკეთებთ. ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუ არ გამოფხიზდებით ყველა, ძალიან ცუდად მიდის ეს ტური და შეიძლება ადამიანმა, თქვათ, ვინც იცის რა უნდა და ვინც აკეთებს სწორ რეპერტუარს, იმან გაჯობოთ, ვიდრე იყოს შენზე, ვიდრე თქვენ იყოთ ბაცზე ნიჭიერი. არ მომეწონა, ბრვიანი. 8 ქულა საინტერესოა. მე ამ შემთხვევაში უკვე გადაცემაზე აღარ ვფიქრობ, მე ვფიქრობ საერთოდ კონკრეტულად არხის რეიტინგზე. არ გადართონ ადამიანებმა
რაღაც მომენტში კომედი არხზე ვართ, გავითვალისწინოთ მეგობრებო, ეს გავითავისოთ და გვიყურებს კომედი არხის მაყურებელი, რომელსაც ასევე ეკეიფება, რომელსაც ასევე ელხინება, უხარია, სხვა დაძაბული არხების შემდეგ გადართავს, იქნება კომედი არხზე რაღაცა სამხიარულო იყოსო და გელოდება თქვენ ამ დროს. თან ამ გადაცემას ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა რეიტინგი აქვს. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩამოვალთ თუნდაც ჩემი მიწაწყალია ეს ადამიანი და მეც ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი არა, იმიტომ რომ ჩემი მიწაწყალია, იმიტომ რომ მართლაც ღირსეულად ასპარეზობს ყველა ტურში. უბრალოდ დღეს ნამდვილად ცხენით იყო სააკაძის ცხენით გამოვართვა ეთყობა და ჩამოსული და ხმალიც თან ქონდა წამოღებული, რომელიც ასევე სიმღერაში ახსენა. ყველაფრის გათვალისწინებით მეც დავწერ დღეს რუიანს. 8 ქულა ამ შემთხვევაში ნიკა თქვენ გააგრძელოთ მინდა და მე ბატონო ჩემო ასეთი არასტაბილურობა არ შეიძლება. ძალიან სადღაც ჩავშოთ კონკრეტულად რო ვიცოდე როდის რაღაც რა უნდა ვთქვა. აი ნახოთ როგორ ხასიათი დააყენეთ ახლა კონკურსანტს გისმენთ. დღევანდელი შესრულებაც რაც შეეხება თუ კი გადავხედავთ იმ წინა ტურებიდან ამ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის სცენაზე დგომა სიმღერა თუმცა მეც მინდა ჩემი პატარა უკმაყოფილება გამოვთქვა დღევანდელ ნომერთან დაკავშირებით. მე ცხრიანით შეგაფასებთ ბატონო ჩემო დღეს, თუმცა 9 ქულა. ესეც არის გათვალისწინებული ამ ყველაფერში გარკვეული რაღაცეები, რომ დიდი მადლობა ნიკა და ბატონო კაკული, როგორც თავში აღნიშნე, დღეისთვის ბოლო მონაწილე გახლავთ და მე მინდა რომ თქვენ საბოლოო შეჯამების მაგვარი გააკეთოთ და თან თქვენი ქულა დაწეროთ. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ მე ყური მოვკარი აქ, მე ჩემი მეგობრები აპარაგობდნენ, რომ აუ ეს ძალიან მაგარი რაღაცა იქნებაო თქვენზე, რომ გამოხვედით. იმიტომ რომ ალბათ უფრო პირველი ტურებიდან უფრო სხვა რამეს ელოდებოდნენ და მე სამწუხაროდ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს. მე რუიანს დაგიწერთ. 8 ქულა, აპლოდისმენტები თქვენგან თუ შეიძლება, დიდი მადლობა, ზაცა დაველოდოთ შედეგებს და მას ასე საინტერესო იქნება ხვალინდელი ტური დამეთანხმებით, ვინც ტელეეკრანებთან შეხებთ და გვიყურებთ ასე მონდომებით. ჩვეულებრივ საათი უცვლელია 7 საათზე ხვალ გელოდებით და ერთად გავარკვიოთ თუ ვინ დარჩება ან ვინ დატოვებს ისეთ პროექტს, როგორიც საქართველოს ფანოღი გახლავთ. მანამდე კი მოვისმინოთ ყველაზე გემრიელად შესრულებული სიმღერა ბატონი კაკული გურიელაშვილისგან. წვიმს და შავად შეგაბილავთები წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო ნუ თუ მართლა აღარ შევიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯობს ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიწულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯობს ნუ თუ მართლა აღარ შევიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯობს წვიმს და შავად შეგაბილავთები წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო ნუ თუ მართლა აღარ შევიგდები ნუ თუ მართლა უჩემო ბაგიჯობს ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა
შემიწულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევლიდები ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს გახსოვს მაშინ შენ დამტოვებ მარტო ნუ თუ ჩემში მოღალატებოვე ხელი მყარი გადამაგდებ თქვაში მოგაწახე ვეღარ გაგაგონე ნუ თუ მართლა გაქრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიწულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევლიდები ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს ნუ თუ მართლა აღარ შევლიდები ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს ასე შევირიგეთ სოლი ამ სიმღერით